დაუყოფა ეკვადორს რესურსი ითამაშოს ამ ფილოსოფიით. ხო, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა პოპ რაღა დროს. ჩემთვის საინტერესოა გავიდნენ ერთ-ერთზე. რა გადარჩნენ. ინკაპია მე მგონი 11 მეტრიანი აქ არ იქნება. თამაშგარე და საერთოდ თამაშგარე ხო. კი ბატონო. ნუ ცხადია მოგვიანებით. ისე შეასკდა მეკარე ორტისი ახლა შემტევს, რომ გამახსენდა ბატისტონი, შუმახერი, ოღონდ ხო. იქ სხვა რამე იყო. არ იყო აქ მოგონი თამაშგარე არა? ამ რაკურსიდან ხო, აი და მაგიტო იყო რომ ერთი კადრით ერთი ეგრეთ წოდებული ფრეიმით გვერდზე გადაწიეს. ხო, კასერესი იყო ფეხბურთელი, რომელიც გადიოდა ახლა ერთ-ერთზე. მაგრა კი შეასკდა. ნომინალურ სტუმართა მთავარ მსმენელ გუსტავო ალფაროს. აქვე გაითამაშეს. ჩაწოდებაც პერუისმა ჩააწოდა და კამპანია მააცილა. ნუ საუბრობდი შენ მასზე. ხო, რა პლუსი აქვს კამპანიას ფიდელ მარტინესთან? სიმაღლე. ბევრად უფრო მაღალია კამპანია ვიდრე ფიდელი და ჩაწოდებებსაც მეტი აზრი აქვს. ხო და ესტუპინიანმა თავიდან ურიგოდ არ დაიწყო, თუმცა მერე დაცვაში იმდენი შეცდომა მიაყარა ვილიარეალში, დაახლოებით 3-4 მატჩი, აი უხეშ შეცდომას უშვებდა, ნამდვილად ესტუპინიანი შეტევაშიც ბევრი თარაფით გამოირჩეოდა, სტანდარტული ნახოთა გავაგრძელებ, პერუისი აწვდის სწორად. პირველი ბურთი მოიგეს ეკვადორლებმა დარტყმა და ვულკიერი და მეკარეზე ჯარიმა ხომ არ არის, თუ არ არის და გოლია. ჯერჯერობით არის და გოლია. ეკვადორმა გაიტანა გახსნა ანგარიში და აფხაზეთის აღიარების საპასუხო იყოს პირველი. აირტონ პრესიადო გოლის ავტორი. პირველი გოლი ტურნირზე ნაკრებისთვის, პირველი ცხადია პრესიადოსთვისაც. ხო და იქ საინტერესოა მეკარეზე თავდასხმის ვარიანტი ხომ არ არის შემთხვევა ან აქ ოფსაიდი საერთოდ. არა, ოფსაიდი როგორც ჩანს არის. არა, ხო, ხელი ქონა გაწეული. აქაც არა, თამაშგარეებით მგონი სუფთა. ახლა მეკარე შენ მიერ ნახსენებ მეკარეზე თავდასხმას. არა, ჯერ პასს აკეთებს და მეკარე შეეჯახა თავად. არა, სუფთა, გავს ძალიან გავს სუფთა გოლს. ნუ მიუხედავად იმისა, რომ ახლა არ წერია, რომ ვარ ჩეკია. ნახე, ჯერ მეკარე თამაშობს ბურთზე. ხო. მერე ხვდება ისევ ის იყო არბოლედა იყო და ასე მისდის ბურთი შემდგომ აირტონ პრესიადოს. ანუ ეკვადორ ცენტრალურ მცველსა და მეკარე შორის კონტაქტი არ ყოფილა, მანამ სანამ ბურთს არ შეეხო ვულკერ ფარინესი. COVID პანდემია დაარტყმა ვენესუელას თავსო და უფრო ყურადღებას არ გაგვიფანტავს ეს ფაქტიო. მორენო შეუტია ვენესუელამ. მარტინესი ჩააწოდა. აცდა არისტეგიეტა, მაგრამ კასტილიო არა. გათანაბრდა ანგარიში და 1-1 ტაიმის სტარტზე ვენესუელამ თავისი გოლი შეაგდო. ოდნავ უყურადღებო თამაში ეკვადორელთა მცველების და ვენესუელამ აღადგინა წონასწორობა. კასტილიო, გატანილი გოლის ავტორი, ედსონ კასტილიო, კარაკასის ფეხბურთელი. ასე რომ ორივეს უკვე გატანილი აქვს გოლი კოპა ამერიკაზე. მიმდინარე კოპა ამერიკაზე. აქ ხო ჩამოეძინა დაცვის ცენტრს არბოლედასა და პრესიადოს, ანხელო პრესიადოს შორის გამოხდა კასტილიო, თუმცა მანამდე არისტეგიეტაც ახდა ისე რომ დაუცველი იყო. ხო, არისტეგიეტას სიმაღლე მოატყუა ახლა ეკვადორელთა დაცვის ხაზი, ინკაპია და არბოლედა ორივე სენდვიჩში მოაქცია არისტეგიეტა, თუმცა ახტომა მაინც მოახერხა და ისინი უბრალოდ უყურებდნენ ეკვადორელი მცველები. ანუ წაკითხვადი იყო ეს ყოველივე. ისევ იდენტური, აი ახლა შედარებით ყურადღებით თამაშობენ ლატრის ფეხბურთელები. აბა, რა ლამაზი იყო. პლატა, ვერც ამან შეაჩერა, პლატა, ფარინესი და პლატა. ეს ცხინვალის რეგიონისთვის. პლატა 2-1. რაია რა შპაროც. ბევრ შეიძლება ტიერი ანრის მილენიუმის სტარტზე გარბენი მოაგონოს. მაგრად გაიარა. ვენესუელა საკუთარი იერიშების ეშხში ჩავარდა, მოაშიშულა ზურგი და აქ 1-1-ზე
შეატოვეს გონსალეს პლატა, რომელსაც არ გასჭიროებია გაქცეოდა ერთ მოწინააღმდეგეს და აქ გაუმართლა. ვთქვათ, ესეც. ერთადერთი რაც საკითხავია ხო თამაშგარე ხომ არ იყო, შემდგომ დარტყმის მერე. არ ვიცი, მე მგონი აქედან რთული დასანახია, მაგრამ უფრო არ იყო. აქ ყველანაირად სადა კუმანამ რომ წაიქცია პლატა, არ გამოვიდა. წითელბარაცეთ მზად იყო კუმანა, არც ეგ გამოუვიდა. წინ გადის ეკვადორი. და როგორ შემოვიდა შეცვლაზე პლატა, თითქოს ვენესუელა ფლობდა უპირატესობას, თითქოს უკვე მეორე გოლთან ახლოვდებოდნენ და აგერ ერთი გაეპარათ და პლატამ დასაჯა. არა ენერო ვალენსია სარეკორდო გოლი არ იქნება, თუმცა გვესმის სასტვენი და ხო პენალტზე ხომ არ გადამოწმდება ეს ეპიზოდი, იმიტომ რომ იყო კონტაქტი იქ. და რა მომენტში იყო ზუსტად ეს გადასახედია, იმედია გამეორებით მალე გვიჩვენებენ. ახლა ოფრა კარგი პასია. და ვინ გააკეთა? პლატამ. საოცრად შემოვიდა მართლაც გონსალო. ახლა თავიდან ბოლო და ჩაყვა მარჯვენა. მარჯვნიდან აპირებენ დატვირთან იერიში მარტინესი, გონსალესი დაიკარგა არა. დაიბრუნა გონსალესმა ბურთი კასტიო. გადაკიდება წინ პასი ზუსტია ერნანდესი და 2-2 სად გაუთანა ბრა ვენესუელამ. ხეს რა მაგარი გოლი ვნახეთ. რონალდო ერნანდესი და მაინც ვერ იგებს ეკვადორი, მაინც ვერ იგებს და რა ჩაწოდებოდა თავით რა მაგრად ითამაშა ერნანდესმა. აი ზუსტად მაგაზე მქონდა აქცენტი კასტიო გოლს პლუს ასისტი. თუ არ მომეჩვენა მე მგონი ცუდად გახდა იქ ერნანდესი. ნუ გონზე არის. რასთავარი აბა ვნახოთ. გადათელეს იქ ერნანდესი, მაგრამ არ არის ოფსაიდი. არბოლედაა ჩარჩენილი და რა პასი და რა ტრაექტორია მოახაზინა და ორტისი ესპანეთთან არ არის, მაგრამ შეფრენა და არ გაფრინდა ერთი თორემ. ხო. ასე მოძრაობაში რა პასი და ერნანდესი ცვლილებაზე გამოსული თან მეკარე მოძრაობაზე რომ გამოიჭირო ასე, ხო, უმაღლესი კლასის შესრულება. არც ისე ოპერატიულად, მაგრამ აი მაინც მიწურულს გვიჩვენეს, მაინც მადლობელი ვართ ამისთვის. დასრულდა შეხვედრა, უცნაურად უსტოინს, მაგრამ მაინც სამსასტოინს აკეთებს. არბიტრი 2-2 საბრძოლო ფრე, თანაც ესთეტიური მხარე წესრიგში ჰქონდა ამ შეხვედრას.